მოგესალმებით ჩემო ლამაზებო, დღეს გავაკეთოთ პამიდორის საწებელი, მხოლოდ პამიდორი და მარილი. ეხლა გარეცხილ გასუფთავებულ პამიდორს 3 კილოგრამს დაასხით ცხელი მდუღარე წყალი, ისე რომ პამიდორი დაიფაროს სუნთლიანად და გააჩერეთ ცოტა ხანი. შემდეგ გააცალეთ კანი, ეხლა როგორც ხედავთ რომ ვაკეთებ ვიდეოში, მოაცალეთ აი ეს მწვანე თავი. შემდეგ პამიდორი საერთოდ უშვებს ძალიან ბევრ წყალს, აი როგორც ხედავთ, ჩემთან მოიყენა ძალიან ბევრი წვენი და ამიტომ ეს წვენი მე მართალი გითხრათ გადავაქცი, არ დამჭირდა. ეხლა თუ თქვენ გაქვთ ხელის ბლენდერი, აი ხა როგორც ნახავთ ვიდეოში, ხელის ბლენდერი, თუ არა და როგორი ბლენდერიც გაქვთ, ან შეგიძლია კიდე ხელით კარგად დაჭყლიტოთ და შემდეგ დრუსლაკში კარგად გახეხოთ. შემდეგ აი ეს პამიდორის პიურე, როგორც ხედავთ, გადავიტანოთ ქვაბში. აი ნახეთ რა კაი სისქის გამოვიდა. ეს ჯერუმი პამიდორია, გადავიტანოთ ახლა ქვაბში და წამოვადუღოთ საშუალო ცეცხლზე. აი როგორც ხედავთ ჩემო ლამაზებო, პამიდორი იწყებს წამოდუღებას და დაახლოებით აი ესე ვადუღოთ 1 საათის განმავლობაში, სანამ კარგად გასქელდება. მე დამჭირდა სადღაც 1 საათი. თქვენ შეგიძლიათ ცოტა მეტი დრო დაგჭირდეთ ან ცოტა ნაკლები. ნახავთ, არ უნდა გქონდეს პამიდორს ბევრი სითხე. აი ეგ ხედავთ სადამდე იყო თვითონ პამიდორი და რომ დაიწია უკვე. ეხლა დავუმატოთ 2 სადილის კოვზი მარილი. ეხლა კიდე ვადუღე სადღაც 2-3 წუთი, გამოვრთე და აი ნახეთ, მშვენიერი და ძალიან კარგი სისქის გამოგვივიდა ჩვენი საწებელი. აქ როგორც ხედავთ, უკვე გამზადებული მაქვს ქილები, რომელებიც გავასტერილე ღუმელში 100 გრადუსზე 45 წუთი და ქილის თავსახურები მდუღარე წყალში ვადუღე 15 წუთი. აი ხა კარგად გაავსეთ ქილა, რომ არ დარჩეს ბევრი ჰაერი და შემდეგ კარგად დამჭიდროთ, მოუხუფეთ თავი, ფრთხილად იღავით, იმიტომ რომ საწებელად ცხელია და ქილაც ძალიან ცხელია. მე არ უმატებ ასპირინს და ძალიან დიდხანს და კარგად ინახებათ. მედია ჩემო კარგებო, იყო სასარგებლო ვიდეო და მე ახლა შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით.